პირველ რიგში წმინდა გიორგი იყოს სრულიად საქართველოს მფარველი, კაპადოკიელები არიან ქართული გენის მატარებლები და გენეტიკური კვლევაც ამ ყველაფერს ადასტურებს და დიდი ალბათობა, რომ წმინდა გიორგის ჰქონდა ქართული გენი. რაც შეეხება თურქ მესხებზე ატეხილ აჟიოტაჟს, დღევანდელ სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიაზე ქართული გენის მატარებელი ხალხი 10%-იც კი არ არის. ანუ ჟიდა ელი სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიაზე დაახლოებით არის 10%. დანარჩენი ვინ არიან? არაქართული გენის მატარებელი ხალხი. პლუს ამას, ამ ტერიტორიაზე ქრისტიანი მართლმადიდებლების რაოდენობა დაახლოებით ასევე 10%-ია. ანუ გამოდის, რომ ქრისტიანი მართლმადიდებელი და ქართველი სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიაზე არის დაახლოებით 10%. თურქი მესხები ბჭყალებში არიან დაახლოებით 60%-ით გენეტიკური ქართველები. ლაზები 65%-ით არიან გენეტიკურად ქართველები და ლაზების რამდენი პროცენტია ქრისტიანი მართლმადიდებელი? ანუ ჩვენ ლაზებზე უარს ვიძახით? იმის მაგივრად, რომ ლაზებს ვესაუბროთ ამ თემაზე, რომ ისინი არიან ქართველები და ისინი ქრისტიანი მართლმადიდებლები უნდა გახდნენ. ამის მაგივრად ჩვენ ვიძახით, რომ ვინც საქართველოში დღეს აი 3,700,000 რო ცხოვრობს, აი ის ვიყოთ მარტო და ის 80 მილიონი დედამიწის ზურგზე რო არის და რომ არ იცის საერთოდ რომ ქართველია, შესაბამისად ის როგორ იქნება ქრისტიანი მართლმადიდებელი რელიგიით? ვიღაცა პაკისტანში ცხოვრობს, ვიღაცა ეგვიპტეში ცხოვრობს, ვიღაცა ალჟირში და ტუნისში ცხოვრობს. მარიამ ღვთისმშობელი მიწის წილხვედრი არ არის. მარიამ ღვთისმშობელი არის აი იმის ჯიდაელი რო არის შინაგანად გენეტიკის წილხვედრი, ქართველების წილხვედრია. ის ჯიდაელი აი იმაში, თქვენ რო თურქი მესხები გონიათ და საბჭოთა კავშირმა იარლიყი რო მიაკრა თურქების, აი იმათი წილხვედრიცაა. ხალხის წილხვედრია, ხალხის მიწის არა. კი, მე ყველა ქართველის დაბრუნება მინდა საქართველოში. იმიტომ რომ ეს ღმერთს უნდა. და რაც ღმერთს უნდა, ის მინდა მეც და თქვენც ის უნდა გინდოდეთ. ჩვენ რო ასე გვეფიქრა, საბჭოთა კავშირში 10%-იც კი არ იყო ქრისტიანი მართლმადიდებელი, მაგრამ განსვენებულმა პატრიარქმა ილია მეორემ იღვაწა, იშრომა და 10% აიყვანა 80%-ზე. არ უთქვამს, რომ აი ეს 10% ვინც არის, ის შევინარჩუნოთ, ის ყავდეს. არა, ლაზებზე უარის თქმა, ფერეიდნელებზე უარის თქმა, მესხებზე უარის თქმა არ არის ქართველობა. შენი სისხლი და შენი ხორცი, რომ გიყვარს და მასზე ზრუნავ და მისი კარგად ყოფნა რო გინდა, აი ეს არის ქართველობაც და ქრისტიანობაც და მე ამ გზას ვადგავარ. კი, მესხები არიან ქართველები და ახისკა თურქი არ არსებობს ბუნებაში ასეთი ეთნოსი. ახისკა არის ახალციხის დამახინჯებული ვერსია. უფალმა გაგახაროთ და გაგაძლიეროთ. სადაც არის სიმართლე, იქ არის უფალი და სადაც არის უფალი, იქ არის გამარჯვება. უფალმა მართალ გზაზე გადააროთ მუდამ.